გამარჯობა მეგობრებო. მოდი დღეს ცოტა სხვა ჭრილში, ანუ სხვადასხვა მხრიდან შევხედოთ, განსხვავებული მხრიდან და განსხვავებულ ჭრილში დავინახოთ გარკვეული მოვლენები, დღევანდელი რეალობა და ასევე მინდა ამავე დროს ამით გამოვეხმაურო რამდენიმე პოსტს, რამდენიმე გუშინდელ პოსტს, 2-3 პოსტს. პოსტში გულისხმობ იმ ასე ვთქვათ შეხედულებას, რომელსაც ხალხი იწონებს, ასე ვთქვათ. მე არ ვამბობ ეს ცუდია, კარგია, მოდით შევხედოთ და ერთად გადავწყვეტოთ და დავიწყოთ იუნგით, ანუ იუნგისტებს მინდა პირველ რიგში მიმართვა და ვინც არ არის იუნგისტი კიდე დავინახოთ რას ნიშნავს ეს და ვინ იყო ეს ადამიანი. ერთი საყვარელი ყავდა ესეთი ადამიანი არსებობდა, საბინა შპილრეინი. ეს იყო რუსეთიდან, რუსეთში ცხოვრობდა ეს ოჯახი შპილრეინების. იმ დროინდელი რუსული იმპერიის დროს, ესე იგი, დაგარდაეცვალა ამ ქალბატონს, რომლის შემდეგაც რაღაც ფსიქიკური აშლილობები შეენიშნებოდა, ვერაფერი მოუხერხა მამამისმა, შეძლებული ოჯახი იყო. ვერაფერი მოუხერხა მამამისმა და რუსეთში, სხვაგან და შვეიცარიაში ჩამოიყვანა შემდეგ უკვე. მაშინ ხა ფროიდის სკოლა იყო და ფროიდის ანალიტიკა და ასე შემდეგ. იძახნენო თავიდან ფროიდთან ჰქონდა კონტაქტი ამ ქალბატონს, საბინას, ძალიან ჭკვიანი განათლებული ადამიანი იყო, რომელსაც, რა თქმა უნდა, ხა რუსეთში ბევრი ვერ უგებდა რა. რადგან რუსეთში ჭკვიანი ხალხი არ იყო, მაგრამ მაშინაც განსხვავება იყო და დღესაც განსხვავება და ყოველთვის იქნება ეს სხვაობა. და შემდეგ უკვე ამ ქალბატონს, ამ საბინას, ესე იგი, უფრო ახლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა იუნგთან. იუნგმა ცოტა სხვანაირად შეხედა ამ ქალს, ანუ სხვადასხვა ფილმი არის ესეთი, ბევრს გექნებათ ნანახი ან გაგონილი, თუ არა და იხილეთ. რაღაც მომენტები არ არის, რა თქმა უნდა, ეხლა ისეთი რეალობა და სიმართლე, მაგრამ ბევრი რაღაცა არის გადმოცემული რეალობა. საშიში მეთოდი ქვია, ანუ საშიში მეთოდი, ესეთი სახელწოდებით არის, სადაც ამ იუნგის და საბინას ურთიერთობაზე რაღაც გარკვეულ მომენტებს ნახავთ, იხილავთ როგორ იყო ეს და ესე იგი იუნგმა გააკეთა ის, რომ დაინახა ამ ადამიანის, ამ საბინას გონებრივი შესაძლებლობები და ამის შემდეგ მან დაამყარა მასთან თანაბარი კონტაქტი რა. როგორც ინტელექტუალურად მოაზროვნე ადამიანს, თანასწორ ადამიანს, როგორც გააზრებულს, ანუ არა როგორც ფსიქიკურად რაღაც დაავადებულს და რაღაც ისე კი არ ესაუბრებოდა როგორც პაციენტს რა, ანუ ესაუბრებოდა როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და რა თქმა უნდა ამაზე დადებითი გავლენა იქონია საბინაზე და მაგრამ მეორეს მხრივ მათ შორის შედგა სექსუალური კონტაქტიც, ანუ იუნგმა აქ დაარღვია რაღაც გარკვეული ასე ვთქვათ ეს ფსიქოთერაპევტის რაღაც საზღვრები პაციენტს და თერაპევტს შორის არსებული და სექსუალური კონტაქტი ჰქონდათ ამ ადამიანებს და რა მოხდა ამის შემდეგ რა, ანუ სხვათა შორის აქვე მინდა ვთქვა, რომ იუნგს ძალიან საინტერესო ნაშრომი აქვს ესეთი სახელწოდებით ლიბიდო, მეტამორფოზები და სიმბოლოები. ერთ-ერთი მისი გვიანი ნაშრომია, ანუ როდესაც სიმბოლოებზე დაიწყო მუშაობა, გამოსახულებებზე იუნგმა და აქ ბევრი რამე აქვს აღწერილი, ანუ სიზმართან როდესაც მუშაობდა რა იუნგი. ეს ის პერიოდია და
ერთ-ერთი ამ სექსუალური აქტის დროს შეიძლება პირველად მოხდა ეს საბინას და იუნგს შორის ეს აქტი, თუ ამ შეიძლება პირველი არ იყო და მეორე იყო, ან მესამე იყო და ზუსტად დაუდგენელია, მაგრამ ამ აქტის შემდგომ დილით, როდესაც გაიღვიძა, დილა გათენდა და გაიღვიძა იუნგმა, ღამე იხილა სიზმარში კატა იხილა სიზმარში და აღწერს შემდეგ ამ დღიურშიც ნაპოვნია ეს აღწერა, მაგრამ დღიურში უფრო ის აქვს, ასე ვთქვათ, პირველადია უფრო და უფრო რაღაც ახლოს არის უფრო რეალობასთან, მე უფრო დახვეწა ეს თავის ნაშრომში, მაგრამ შინაარსი იგივე დარჩა, რომ აღწერს კატას, ანუ ესე იგი, ვინაიდან სექსუალური აქტი ქონდა და ეს სიამოვნა ეს და მოწონდა იმსაც ეს ქალბატონი, როგორც ქალი. იუნგს ოჯახი წავდა, მაგრამ არ გადასულა სექსი, მხოლოდ რაღაც ჩვეულებრივ სექსს არ გაცილებია ეს ამ ქალის და იუნგის ურთიერთობა, ანუ მისი ოჯახის ერთგული დარჩა იუნგი და ეხლა გადავიდეთ ამ საკითხზე, სადა როგორ აღწერს კატას. ანუ რა შეგრძნებებიც ამ ქალბატონთან აკავშირებდა, იმის პროექცირება გააკეთა კატის გამოსახულებაზე რა. სიმბოლურად, ანუ მეტაფორულად კატა რას ნიშნავს, ესე იგი იუნგისტებისთვის რა, იუნგიანურად. ეს არის ნაზი არსება და რაღაც მას მოფერება უნდა და ეს თბილია და ასეთია და ისეთი, ანუ იმ ხალთან როგორი შეგრძნებების ჰქონდა, ამისი კოპირება გააკეთა, ესე იგი კალკისებურად გააკეთა ეს, გადმოიტანა ეს პროექცია კატის გამოსახულებაზე. მაგრამ ეს არ არის სწორი, მე ჩემს შორის ბევრს გონია, რომ ჩემი წიგნის გამოსახულების ალფაბეტი რაღაც მაინც და მაინც რაღაც დიზაინს და იმას ეხება, თვითონ რაც ხელოვნებას მარტო და რაღაც არა, ფსიქოლოგია ეს ბატონი გონა, ასე ვთქვათ, წაიკითხეთ, ძალიან საინტერესო იქნება და იქ აღწერილი მაქვს და კატის გამოსახულება რას ნიშნავს სიზმარში, ანუ იუნგის მერე მინდა გითხრათ, რომ ძალიან განვითარდა ფსიქოლოგია. სამწუხაროდ საქართველოში იუნგის დონეზეა, თუმცა მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ამ ადამიანს, რა თქმა უნდა, მე შესწავლილი მყავს იუნგი და ვიცი მისი მინუსები რაში მდგომარეობს და მოდით ახლა ამაზე როგორც შევძლებთ, მოკლედ მიმოვიხილოთ რა ეს ყველაფერი და რაღაც მე რა მოხდა იუნგს და ამ საბინას შორის, ანუ ეს ქალბატონი ამ ქალბატონს ეს ჭალებში შეუყვარდა, ეს იუნგი შეუყვარდა თუ ეს სიტყვით დაავალდებულა უკვე, ანუ მოთხოვნები გაუჩნდა იუნგის მიმართ, რომ შვილი უნდოდა რომ ყოლოდა, ანუ მე რეალობას ვყვები ხა და არა მაინც და მაინც როგორც ფილმში, თუმცა ფილმშიც არის ნაწილები რომ ამოიკითხავთ ამას. ხო და ესე იგი შვილი უნდოდა, მე მიხვდა რომ იუნგიმა ოჯახი არჩივნა და მისი მეუღლე არჩივნა და არ დარჩა საბინასთან და საბინა მიხვდა ამას რომ და ეს ღალატში ჩაუთვალა საბინამ, ანუ პირადი ურთიერთობების ღალატში. შემდეგ ეს ქალბატონი დადიოდა და ესე იგი სადაც შეკრებებზე მიდიოდა, სადაც იუნგი ატარებდა ლექციებს და შეკრებებს და კონფერენციებს და შეუვარდებოდა ხოლმე და აშანტაჟებდა, სკანდალებს უწყობდა და რეალურად როგორც არის იმას ყვები რა. ხო და ესე იგი ძალიან ბევრი ესეთი შემთხვევის შემდეგ ეს ქალბატონი ბოლოს მიხვდა რომ აქ ანუ რაღაცნაირად ჩათვალა ამ ქალბატონმა რომ ამითი რომ იუნგმა მიატოვა მისი რაღაც რეპუტაცია შეილახა რაღაცა და საბოლოო ჯამში მიხვდა ეს ქალბატონი რაღაცებს დაანება ამ ყველაფერს თავი, დაბრუნდა რუსეთში, სამეცნიერო ხარისხის დაიცვა მგონი პროფესორი გახდა რომელიღაც სასწავლებელში და იქ სიტყვით ჭკვიანი ხალი იყო და მისი რეალიზაცია მოახდინა და ძალიან ლექციებს კითხულობდა და სიტყვით საბოლოო ჯამში საკმაოდ შემდგარი და აბსოლუტურად ჯანმრთელი ადამიანი იყო და სულ არ იყო ასე ვთქვათ ეს ფსიქიკურად აშლილი და ასე შემდეგ ის ტრამვის ბრალი იყო და ნახეთ ახლა რაში მდგომარეობს აქ მთელი
ამბავი რა არის ამ ისტორიაში, რომ ანუ რა იყო ჩემი აზრით იუნგის შეცდომა აქ მინუსი რაში მდგომარეობს. ის კი არა რომ სექსი ქონდა. ეს მისი რაღაც პიროვნული ის არის ჩემი აზრით ხანუ წინა პროფესიონალ თვალსაზრისით, თერაპევტის თვალსაზრისით, თერაპევტის რთული ეთიკის თვალსაზრისით ესეც მინუსია, მაგრამ განა იმას რომ სექსი არ შეიძლება. ეს ადამიანების თვითონ გადასაწყვეტია, მაგრამ მე იმის თქმა სურს რომ იუნგმა ვერ დაინახა საბოლოო ჯამში ანუ ეს კატის გამოსახულება მან აღწერა, ვიდრე ეს ცუდი ამბები მოხდებოდა მათ შორის. ვიდრე ეს ცუდი ამბები მოხდებოდა მანამდე, მაგრამ ამ ამბების შემდგომაც მან ვერ გაანალიზა ინტუიციამ რატომ დაანახა კატის გამოსახულება. სინამდვილეში კატა არ არის ისეთი რაღაც უწყინარი და ნაზი და ესეთი ცხოველი, კი, ჩვენ ვეფერებით მათ მე კატები ყავს სახში. თუმცა ვაანალიზებ რატომ ყავს და ვაანალიზებ იმას თუ რა არის რეალურად კატა. კატა არის მტაცებელი ცხოველი, რომელიც ეკედლება მიდის თვითონ აკითხავს ადამიანებს, ანუ სითბოს და საკვების მიღებისთვის, ანუ გადარჩენის გამო ის ერთგვარად იყენებს ადამიანებს. და განსხვავდება მაგალითად ძაღლისგან ბევრი რამით, ეს ამას ყველა გზნობს ალბათ, ხო, ვისაც ყოლია და ანუ იმის თქმა სურს რომ ესე იგი კატის გამოსახულება, ხო, სიზმარში, ინტუიცია სულ სხვა რაღაცის გამოუგზავნის ადამიანს და ესე იგი კატის გამოსახულება ნიშნავს ხალხო ქალისადმი უსიტყვო მორჩილებას კაცის მხრიდან ქალისადმი უსიტყვო მორჩილებას კაცისთვის საზიანოთ, ანუ მისი თავისთვის საზიანოთ. რაც ანუ ამიტომაც გამოუგზავნა ინტუიციამ იუნგს კატის გამოსახულება სიზმარში. და მან ანუ იუნგმა სხვათა შორის მასლოუმ კიდევ უფრო ასე ვთქვათ შორს წავიდა არაცნობიერი შესწავლაში და ინტუიციის შესწავლაში და ნუ იუნგმა ვერ მოახერხა მასლოუს დენი და ვერ მოახერხა ამ ინტუიციის წაკითხვა, თუმცა იმის მერე უკვე კიდევ უფრო მასლოუს მერეც განვითარდა უფრო ფსიქოლოგია. კატის გამოსახულება ეს არის ერთგვარი ეგრეთ წოდებული ჭიანი პოზიცია ქალის მხრიდან. ანუ ქალმა არ შეიძლება მისი თავი კატასთან გაიგივოს. არ შეიძლება გაიგივოს და არც კაცმა არ შეიძლება კატაში დაინახოს ქალური რაღაც ენერგია და ასე შემდეგ. ანუ ეს არის სულ სხვა რაღაცა. ეს კატა არის ცხოველი, რომელიც არის მტაცებელი, რომელიც თავს აფარებს ადამიანთან. ანუ ბერს კატა თუ ყავს სახში, ვისაც ყავს არის ხო მომენტები, როდესაც პირიქით შენ გონია რომ კატასთან ცხოვრობ რა. ხო და ეს არის ეგრეთ წოდებული ჭიანი პოზიცია, ანუ მოუგვარებელი შინაგანი კონფლიქტი, რომელიც ღია ჭრილობასავით რომ რჩება დიდხანს, ხო? მერე იწყებს დაჩირქებას რა ეს ჭრილობა. აი დიდხანს ჩვეულებრივი ჭრილობა რომ დატო მოუთავებლება ის ჩირქდება რა. ანთებითი პროცესი იწყება და ჩირქდება და აი ესეთი ჩირქი მომცხოო, ხომ იცი? ანუ ტოქსიკურია რა ერთი სიტყვით ადამიანი, როდესაც მოუგვარებელი აქვს დიდი ხანი შინაგანი კონფლიქტი. შინაგან კონფლიქტზე, მენტალურ კონფლიქტზე მაქვს საუბარი რა. ხო და ძირითადად ესეთი მოუგვარებელი კონფლიქტები გადადის ხოლმე სექსუალურ ილუზიებში და აი ამ სექსუალურ ილუზიას ქვია ასე ვთქვათ ბინძურ ლოგინს ეძახიან კიდე ფსიქოლოგიაში, ანუ ჭიანი პოზიცია ქალის მხრიდან რა, რომ აი შენ თუ ჩემთან სექსი გაქვს უკვე, ხო შენ მალტებული ხარ, შვილი იყოლიო ჩემთან ცოლად მომიყვანო და ჩემი ხარ, ჩემი მორჩილი უნდა იყო, მე უნდა დამიჯერო თუ არა და შეიძლება ეს ქალებმა, ქალბატონებმა სულ არ აგზნობინონ ხა 21 საუკუნეში ვართ და რაღა დროს ცოლად რაღაც დავალდებულება აკაცის, მაგრამ შინაგანად ქალი მაინც განიცდის ამ იმას რა, აი ამ ეს განცდები მაინც აქვს და ვისი ბრალია ეს რა. საბოლოო ჯამში მე რო ანალიზებენ ხა საბინას შპილეინის და კარლ იუნგის ურთიერთობას ხალხო, ხო? ესე იგი ყველა იძახის ბევრი, უბრალოდ ყველა არა, ბევრი
ამბობს იმას, რომ საბინამ მოარჩინა კარლ იუნგის აი სწორად იმ დამოკიდებულებამ, რომელიც მან დაამყარა საბინასთან, როგორც აი თაწეღანო კი რომ აღნიშნე, რომ თანაბარი ურთიერთობა რომ დაამყარა და როგორც თანასწორს და როგორც გააზრებულ ადამიანს რო ექცეოდა, მაგრამ სინამდვილეში და მაგრამ მე არ ვეთანხმები ამას რეალურად, იმიტომ რომ ამან კი არ მოარჩინა, არამედ საბინას შესაძლებლობები ჰქონდა, ის ჭკვიანი ადამიანი იყო და იმიტომაც ესაუბრებოდა იუნგი მას ასე თანაბრად და როგორც ჭკვიან ადამიანს, რა პრობლემები ჰქონდა ამ ქალბატონს. ერთ-ერთი ანალიზის დროს იუნგმა აღმოაჩინა, თვითონ მოუყვა საბინამ, რომ ესე იგი მას ბავშვობაში რა ტრაუმა ჰქონდა ამ ქალბატონს, რა ბავშვობაში მამას ჯიდა ტრაქზე ჯობს უტყამდა საბინას და რა ემართებოდა საბინას გამოუტყდა, ესე იგი რომ სტრესი რომ დაემალა და ეს შიში რომ დაემალა და სტრესი მამაზე, ხო? მამის მხრიდან წამოსული სტრესი, საბინა ესე იგი გადაფარავდა მალავდა ამ სტრესულ ენერგიას, ეს ხო უნდა კონვერტიდეს რაღაცაში და ცხოველური ინსტინქტი იღვიძებდა, ანუ ანაცვლებდა სექსუალური აღგზნებით ამას. ბუნებრივად ხდებოდა ეს. ამისი ძალიან ცხოველოდა საბინას და რა თქმა უნდა ეზიზღებოდა ამის გამო მისი თავი, რომ სექსუალურად აღგზნებდა ის, რომ მამას ჯიდა. ამის გამო ვერ იტანდა ვერც საკუთარ თავს და ვერც მამას. და ამიტომაც აი ეს მოუგვარებელი, განა მოუგვარებელი მამასთან. მამასთან კი არ უნდა მოაგვარო პრობლემა. პრობლემა საკუთარ თავში უნდა მოაგვაროს ადამიანმა. მოუგვარებელი, როდესაც ვამბობ რომ მოუგვარებელი კონფლიქტი, ეს შინაგან კონფლიქტზე მაქვს საუბარი რა. სწორედ ეს მომენტი, ეს მოუგვარებელი კონფლიქტი, შემდგომ აი ესეთი კონფლიქტები შეიძლება მსგავსი არ იყოს, მაგრამ სხვანაირი ტიპის კონფლიქტები ადამიანებში, ქალბატონებში, კაცებში, ბიჭებში, რა ვიცი, საერთოდ ადამიანზე მაქვს საუბარი, წარმოშვებს შემდგომ უკვე სექსუალურ ილუზიებს. აი ეს სექსუალური ილუზიები გადადის უკვე მისი თავის გაიგივებაში, მაგალითად კატასთან. ქალბატონებმა არ შეიძლება კატასთან გააიგივონ თავი და არც კაცმა არ შეიძლება კატაში დაინახოს ქალური ენერგია და ასე შემდეგ. ეს არის შეცდომა ხალხო და ამ დროს ხდება გაუცხოვება. აი, როდესაც მე ვიძახი რომ გაუცხოვება ხდება, ხო? ადამიანის რა, ამ ხრივ ვამბობ რომ როდესაც ქალი უყურებს რომ კაცი ეფერება კატას, ესე იგი კარგია, ესე იგი ეს კარგი ადამიანია შინაგანად, ხო? ეს იმას ნიშნავს რომ ეს ქალი ბუნებრივად ითხოვს ამ კაცისგან აი ესეთ მორჩილებას. სწორად გამიგეთ რა, მე თვითონ ყავს კატები მეთქი სახში, მაგრამ ერთია როდესაც გააზრებული აქვს ეს ადამიანს, რასაც ახლა მე ვსაუბრობ და მეორეა როდესაც გაუაზრებლად აკეთებს იგივეს ადამიანი რა. ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, გაცნობიერებული გაქვს, გააზრებული გაქვს შენ პრობლემა და საკითხი და ისე მოქმედებ. უკვე იგივეს კი აღარ აკეთებ, ანუ შეცდომები ნაკლებია რა. ხო, შიზოფრენიას იწევს, შეცდომებს იწევს რა, ეს არასწორი შეფასებები. ანუ იუნგის შეცდომა იმაში კი არ იყო ვიმეორებ, რომ მან სექსუალური კონტაქტი დაამყარა და შემდეგ რაღაც უღალატა და ასე შემდეგ, მაგრამ იუნგმა როგორც თავიდანვე ბოლოშიც აი ცუდი ამბების შემდგომაც იგივე დატოვა ეს ვერ მიხვდა ინტუიციამ რატომ გამოუგზავნა ეს კარტის გამოსახულება. ხო და ეს ქალბატონი შემდგომ მიხვდა მის შესაძლებლობებს რეალურად, ანუ ეს საბინა გადაარჩინა და მოარჩინა მისმა თავმა საბოლოო ჯამში. მისმა შესაძლებლობებმა, რომ მან დაინახა მას რა შეუძლია და გააგრძელა ცხოვრება. ეს შესაძლებლობები რო არ ქონდა ვერც იუნგი უშველი და ანუ ეს უნარები რა ამ ქალბატონს ქონდა და გააჩნდა და შეიძინა. უნიჭიერესი ადამიანი იყო. ხო, თუმცა ეს კონფლიქტი, რომელსაც ახლა მე ვსაუბრობ შინაგანი, ხო? მაინც მოუგვარებელი დარჩა მას. და საერთოდ იუნგსაც და იუნგიანურ ფსიქოლოგიასაც. ეხლა რატო ვსაუბრობ ამას, რა რომ გუშინ რამდენიმე პოსტი იყო, ფაქტობრივად სამივე ერთნაირ ჭრილში იყო დაწერილი რამდენიმე ადამიანის, რა რომ ერთი ადამიანი ესე იგი რატომღაც მიიჩნევს რომ კორუფცია მხოლოდ რუსული ფენომენია, რაც
გამრუდება, ეს არის გამრუდება, ანუ ახლა გადავიდეთ ამაზე. რა მეორე ადამიანი მიიჩნევს რომ ესე იგი მისმის კიდე და თulis რომ აღიარებს რომ მან არ იცის რეალურად ესე იგი როგორ ესაუბროს პოლიტიკოსები აღიარებენ რომ და უბრალოდ უტყდებათ რა ანუ ის მომენტი მის თქმა რომ არ იციან როგორ ესაუბრონ ქართული ოცნების ამომრჩეველს განსხვავებით ქართული ოცნებისგან ქართულმა ოცნებამ ძალიან კარგად იცის როგორ ესაუბროს მის ამომრჩეველსაც და ოპოზიციურ ამომრჩეველსაც როგორ დაგაბიჯოთ კუდზე ფეხი ისე რომ გაატკინოთ აგაყვიროთ აგაწრიალოთ თებით რას ვამბობ ანუ იმათმა ძალიან კარგად იციან იმათმა ისიც კი იციან როგორ ელაპარაკონ თავის ამომრჩეველს ისე რომ თქვენ ვეღარ დაელაპარაკოთ თქვენ არ დაგიჯეროთ ამომრჩეველმა მისმა ამომრჩეველმა აი ამას ვეძახი გაუცხოვებას. ანუ როგორ რამდენიც არ უნდა ეფერო. ყატას როგორც ქალს. შენ ამით ქალთან ნამდვილ ურთიერთობას ვერ დაამყარებ. უმეტესი ადამიანი ქალს ეგრე ექცევა როგორც ყატას, ანუ ეფერება, მაგრამ ჭყალები რომ დაკორჭნოს და შინაგან გულის სიღრმეში ეშინია. 99% მამაკაცებს გულის სიღრმეში ეშინია ქალებს. ისე რომ დრონ დამპორჭნოს ამიტომ ჯობია მოვეფერო რომ ყატა ფიშოსავით არის. აი ამას ვეძახი გაუცხოვებას. ანუ ერთ-ერთი ადამიანი კიდევ ამას წერდა გუშინ და ამაში ხრობიან ანუ ამართლებენ რა პოლიტიკოსები ერთი მეორეს იმის გამო რომ ჩვენ არ ვიცით როგორ ესე იგი მილიონი ამორჩეველი ყავს ოცნებას რა თუ რამდენი ყავს აქვს 800,000 რო ყავს ცოტა თუ 700,000 თუ 9 მილიონი ანუ შენი ქვეყნის მართვა გინდა და არ იცი როგორ ესაუბრო მილიონ ამორჩეველს მილიონ ადამიანს შენს ქვეყანაში გაუცხოვება ამას ნიშნავს ბატონებო ეს არის გაუცხოვება არ უნდა გეშინოდეს და იმის ბრალია ეს რომ რეალურად არ არის შესწავლილი რაღაც მომენტები აქ არ მაქვს საუბარი მე უცოდინობაზე პირიქით მე ხარ ძალიან კომპეტენტური ძალიან ინტელექტუალურ ადამიანებს ვეხმაურები და მესამე პოსტი მინდა ასევე აღნიშნო რომ აი გუშინ ერთ-ერთმა ადამიანმა ციფრებით ჟონგლიორა ამ იმასთან დაკავშირებით რა აგზავა რომ გააკეთა გუშინ იმან ოცნებამ რაღაც მის ემიგრანტებთან დაკავშირებით საარჩევნო უფლების ხოდა გასაგებია ხო და ამ ერთ-ერთმა ადამიანმა რაღაც ისეთი ჟონგლიორობით ციფრების სტატისტიკის ჟონგლიორობით დახატა სურათი ანუ აი სიმფსონების მულტფილმი რა იქ უცებ რაღაც 200 აეროპორტი შენდებოდა რაღაც მილიარდებით ანუ გამრუდებული რეალობა სიურრეალიზმი რა ერთი სიტყვით სალვადორ დალი ხო მოგწონთ არა ყველას ვის არ მოწონს სალვადორ დალი როგორ შეიძლება არ მოგწონდეს დალი მიქელანჯელოს შემდეგ რეალურად ერთადერთი მხატვარია რომელიც აი გენიალური მიქელანჯელოს ტექნიკას იყენებდა მაგრამ განსხვავებით მიქელანჯელოსგან გამრუდებული რეალობით სიურრეალიზმი და ისეთ რას მიუთითებს ეს ასეთ ადამიანს ვისაც სიურრეალიზმი რეალობად აღექმება მოუგვარებელი კონფლიქტი აქვს რეალურად ოღონდ არა იმ ვიღაც მამასთან და ქალთან და ესე იგი ქალბატონებს მამასთან და ძმასთან არა მამაკაცთან როგორც სექსუალურ პარტნიორთან მეუღლესთან არა მამასთან და ძმასთან და კაცებს დედასთან და დასთან მოუგვარებელი შინაგანი კონფლიქტი რეალურად ანუ ეს უბრალოდ ესეა ხალხო ეს უბრალოდ ესეა და ეს 99% ადამიანებში ესეა ამიტომაც არის პოპულარული მაგალითად სიმფსონები ანუ უყურებს სიმფსონებს და რეალობა აი მაქსიმალური რეალიზმია მაგრამ გამრუდებაც არის ხო ეს ხო როგორი პერსონაჟები არიან ხო შეგნით ანუ გამრუდებული ტიპაჟები განა იმ გამრუდებაზე ვსაუბრობ როგორც მაგალითად რაღაც იაპონურ მულტფილმებშია ან თქვათ საერთოდ მულტფილმებში არა აქ ცოტა სხვანაირ აქ დალისებური სიურრეალისტური გამრუდებაზე მაქვს საუბარი ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა და აი როგორც დალის სურათებში აი ძალიან მაგარი დახატულია გენიალური მაგრამ გამრუდებაა რა და ამ გამრუდებას დასაშვებად თulis გონება
იმიტომ რომ აი ეს კონფლიქტი მოუგვარებელია სადღაც ხო უნდა წავიდეს და ამრუდებს. თვით ფსიქოლოგია როგორ მუშაობს? ნუ წინ ხალხო მე როდესაც მოგმართავ პირდაპირ. მე თუ პირდაპირ მოგმართავ სხვა მეთოდი არ არსებობს თუ ადამიანს პირდაპირ არ უთხარი. თორემ მე თქვენზე პრევალირება და რაღაც კი არ მსურს რეალურად რა თქვენ არ შეიძლება იმაზე ფიქრი ქონდეს ადამიანს რომ აუ მე ვინმე არ ჩამანაცვლოს. ეს სასარგებლო იდიოტიზმია რეალურად რა. არავის არ უნდა თქვენ ჩანაცვლო. ვისაც უნდა ისიც იდიოტია კიდე რა. არ ხდება ესე რა, ვერაფერს ვერ ანაცვლებს, ყველას მისი ადგილი აქვს, მისი ნიშა აქვს. ანუ დასაშვებად თვლის გონება ამ გამრუდებას. ამაზე მაქვს საუბარი. აი ეს პოსტი გუშინ ერთ-ერთი ცნობილი, რომელიც აი ერთ-ერთმა ადამიანმა კიდევ გადააზიარა, რომ როგორ მიყვარს ესეთი პოსტებიო და სხვაებიც უწონებდნენ, რომ აი მაგარი პოსტია და სინამდვილეში რა არის? არაფერი. უბრალოდ სიურრეალისტური სურათია დახატული. ისევე როგორც სიურრეალიზმია ზელენსკისთვის იმის დაბრალება, რომ თუ კი რაღაც კორუფცია, არავინ არ არის რაღაც წმინდანი, ხო? მე არ ვიცით. ანუ კორუფცია ჰანტერ ბაიდენის საქმეებში თუ არსებობს და ეპშტეინი და დონალდ ტრამპი და ხო? ანუ ყველას გვავიწყდება როგორ ეხუტებოდა დონალდ ტრამპი პუტინს. მე იქ ხალხს ხოცავდა პუტინი იმაში, რა ქვია, უკრაინაში 100,000-ობით ადამიანს. და ამ დროს ტრამპი რა არის ეს? ეს კორუფცია? თუ საკუთარი ქვეყნის ინტერესები ტრამპს საერთოდ ახალი ის ღირებულება შემოიტანა სახელმწიფო მინერალიტეტი არ დაეხმარა ზელენსკის მანამდე ვიდრე მინერალების ხელშეკრულება არ მოაწერინეს ადამიანებო ხო არავინ მისით რას აიძულებენ და როგორ ომშია ზელენსკი საერთოდ ჩამული და რითი დამთავრდება ეს ისტორია ანუ თუ ომს მოიგებს არ არის კორუმპირებული თუ ეხლა აიძულებენ რომ რაღაც პირობებზე დათანხმდეს ეს ხო ფაქტია ხალხო ეს ხო ცხადია ეხლა უცებ ისევ კომედიანტი გახდა ზელენსკი ადამიანებო ანუ ეს არის გამრუდებული ეს არის სიურრეალიზმის ერთ-ერთი ნაირსახეობა ჩემი აზრით ზელენსკი სერიოზული პოლიტიკოსია და ძალიან სერიოზული მე ბოლო დროს არ მახსენდება მსგავსი ომის მენეჯერი რომელმაც ესე შეძლო და ესე დაამენეჯმენტა და თვით აი როგორც იუნგმა ვერ დაინახა ინტუიციამ რატომ გამოუგზავნა ეს კატის გამოსახულება და შემდეგომ ცხოვრება მაჩვენა მაგრამ მაინც ვერ მიხვდა იუნგმა საერთოდ ფსიქოსომატიკა რა არის არ იცოდა იუნგმა ფსიქოსომატიკა რა არის არ იცოდა რაღაცების დანახვა არ უნდოდა იუნგს და იმიტომ ვერ მიხვდა რატო რა დაემართა იუნგმა დიდი სირცხვილი ჭამა ანუ რა თქმა უნდა შეიძლება არ აწუხებდა ეხა ისეთ დონეზე ეს სირცხვილი მაგრამ ეს ამ ქალბატონმა სერიოზული დისკომფორტი შეუქმნა ცხოვრებაში მას და შემდგომ უბრალოდ ჭკვიანი ხალი აღმოჩნდა თორე ბევრი მერე თავსი კლავდა და მთელი ეს ანუ ეს კლასიკური ესეთი შემთხვევა მოუვიდა რაც ყველა ადამიანსაც დამართნია ხო იუნგს წარმოგიდგენიათ ამ ხელა ბუმბერას პიროვნებას მე ძალიან დიდ პატრიოტს ამ ადამიანს მაგრამ იუნგისტებო ნუ გწვით როდესაც ესე მე პირდაპირ მოგმართავთ ხოლმე თქვენ იმას დაუკვირდით ჯობია რომ ესე იგი რა მოქმედებების შეთორე ეხლა დღესაც კიდევ რაღაცა შემოგთავაზეთ მთავრობა ამ დროს ქართული ოცნების მთავრობა ამ დროს აი ეხლა რეებზე საუბრობთ ჩვენ და ამ დროს ქართული ოცნები ამიტომ როცა რაღაცას ვამბობ ხოლმე განა რაღაც მე თვით დამკვიდრებული მაქვს თავი ძალიან კარგად მაქვს ამ ცხოვრებაში თავი დამკვიდრებული ადამიანებო უბრალოდ ისეთი სიტუაცია შექმნილი და ამას სამწუხაროდ თქვენს უწყობთ ხელს მეგობრებო აი ეგეთი პოსტების დადებით ეგეთი ინფორმაციის გაბევრებით ანუ ფაქტიურად თქვენს გსურთ რომ სიმფსონი გამრუდებული სიურრეალიზმით მართოთ მაგრამ ეს აღარ გამოდის შეიცვალა სიტუაცია დარდუბალა რო იყო გახსოვთ ანუ ეხლა აღარ მუშაობს აღარ თქვენ ხალხის ცნობიერება შეიცვალა ბევრი რამე შეიცვალა ამიტომ თუ თქვენ ესე იგი ამას ესე გააგრძელებთ ხო უბრალოდ დაკარგავთ უბრალოდ კონტაქტსაც ანუ გაუცხოვება ხდება გაუცხოვებას ამას ვეძახიან როდესაც თქვენ თვითონ ამბობთ რომ
რა უნდა ველაპარაკოთ იმ მომრჩეველსო, იმ ოცნების მომხრეებს. აი უყუდო ამპარტავნებას ვეძახი ერთი სიტყვით. არ გეწყინოთ რა. მართლა არ გეწყინოთ. იცით რატომ? იმიტომ რომ თქვენ აქ მთელი იმას მიმოიხილავთ და ამ დროს ქართული ოცნების თავრობა. ხო და კიდევ ერთხელ მიმეორებ რომ საჭიროა აუცილებლად ერთად დასწრომა ხალხო, მეგობრებო. და ერთიანი მომავალი საქართველოს არა ისეთის თქვენ მე რო გადაატრიალებთ ერთ პოსტში წერთ რომ რა მაგარი კაცია ზელენსკი. ახლა ზელენსკი რო გაიმარჯვოს, მაშინ კორუმპირებული აღარ იქნება. ყველაზე მოვიდა ხალხი. მაგრამ რაღაც დაიღო, რაღაც არ აღმოჩნდა რეალური, იმიტომ რომ სიურრეალისტურია მშვიდობიანი დამხობა. ხო? არ რეალურად არ განხორციელდა, ამიტომ ის ხალხი ვინც გინდათ რომ მომხრეები იყვნენ და მოვიდნენ, ასეთივე სურათი უნდა შეექმნათ, ოღონდ მშვიდობიანი დამხობის კი არა. მომავალი საქართველოს სურათი უნდა შეიქმნას თავებში. ეს აუცილებელი მომენტია. ესე იგი მთავარია ტრამპი იყოს კარგად და ჩვენი შუბაც დავხიერა. ხო, ესე იგი არ არის ეგრე რა ადამიანებო, ჩვენს ქვეყანაში უამრავი გენიოსი დაბადებულა და კიბის ქვეშ მომყარა. მაგრამ ჩვენ ცხოვრება გაგვიგრძელებია რას, როგორც ქვეყანას ვამბობ, თორე იმ ადამიანებს რა უთხარი მე რომ სიცოცხლეში არ დააფასეს ესეთი ხალხი და სიკვდილის მე დააფასებენ მარტო. ანუ მეგობრებო, დაგელოდებით მე დაგელოდები ისევ და ფერაც პასტა. მადლობა ყურადღებისთვის.